Как вас რა зовут? გქვიათ? ქეთინო მქვია. ქეთინო. ქეთინო. Петя, Бебиас. бабушку დედაჩემს რუსუდანი ჰქვია, Русу- მაგრამ სახლში მერის ვეძახით. ჩვენთვის ის მერია. მერი. დიახ. Привет. გამარჯობა მერი. მერი, გამარჯობა გეუბნება. გამარჯობა. Как у вас როგორ дела? ხართ? И მაპატიეთ ბებიასთან მინდა საუბარი. Поговорить შეიძლება? можно? დიახ, რა თქმა უნდა. მე ცოტას Да. Как у вас- როგორ ხართ? Как у вас дела? არა მიშავს. ამბობს, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. გესმით, რასაც ამბობს? Я слышу. დიახ, მესმის. ეს თქვენი ქალიშვილია, არა? დიახ, გახლავართ. 7 სექტემბერს ზუსტად 100 წელი შეუსრულდება. 100 წელი. დიახ, 7 სექტემბერს. წელს. Да, я აუცილებლად მივულოცავ. обязательно. აუცილებლად. Да. მე კი 67 წლის ვარ. დედის ერთა. მე კი 75 წლის ვარ. 75. Хорошо. კარგი. Значит, ანუ ერთადერთი ქალიშვილი ხართ? вы одна სხვა дочь. არავინ ყავს? არა, მე კი შვილები მყავს. ვაჟები. Подождите. მოითმინეთ ახლავე. არა, დედას მხოლოდ ერთი შვილი მე ვყავარ. მერის მეუღლე სად არის? მამა პილოტი იყო. ძალიან დამსახურებული. მაგრამ უკვე მრავალი წელია აღარ არის ცოცხალი. რა დაემართა? უკვე პენსიაზე იყო გასული, როცა კუჭის კიბო აღმოაჩნდა. ეს როდის მოხდა? დიდი ხნის წინ, დაახლოებით 36 წელია გასული. იცით ის როგორ მამა ჩემის ამბავი აინტერესებს, მამა შენის ამბავი აინტერესებს და რომ ფრინავდა მამა ჩემი, ხო? ის მართლაც ძალიან დამსახურებული მფრინავი იყო. Окей. კარგი, კარგი. Хорошо, хорошо. დედა თვითონ ისაუბრებს. Мама будет говорить. Да. ისაუბრეთ, ისაუბრეთ. Говорите, я вижу. ხედავ რომ თქვენ ისეთი Были მკაცრი დედა იყავით. строгой мамой. როცა გამარჯვების დროშა დაკიდეს, ის მას გარშემო იცავდა. ამბობს, როცა ომის დროს დროშა დაკიდეს, ჩემმა მეუღლემ თვითფრინავით დაიცვა ეს ტერიტორიაო. დიახ, Это ის თქვენი ერთადერთი სიყვარული იყო? დიახ. у вас თქვენ საკუთარი ოჯახი გაქვთ? Кативан, უკაცრავად? у вас своя семья? დიახ, ძალიან დიდი უბედურება შემემთხვა. თითქმის 3 წლის წინ ჩემი ვაჟი გარდაიცვალა. ის მღვდელი იყო, 47 წლის. ამის შემდეგ ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. თითქოს ნახევრად მკვდრები. დედა ჩემი ზრდიდა მას, ამიტომ Ну, ჩვენ რამით დაგეხმარეთ, არა? Нет, фонд. დიდი მადლობა. Не надо. არა, მადლობა საჭირო არ არის. Богу спасибо. ღმერთს მადლობა. А что мы ჩვენ რა делаем? გავაკეთეთ? Даже не მე знаю. თვითონაც კი არ ვიცი. ჩვენ მივიღეთ აპარატი ძნევის გასაზომად. შემდეგ სატურატორი, ასევე ინჰალაციის აპარატი. 3 აპარატი მივიღეთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მოიცადეთ, მეტი არაფერი გჭირდებათ. უხერხულია, უხერხული. Удобно. არ არის უხერხული. არა, შეხედეთ, აი როგორ ვაზროვნებ, ჩემს ასაკში. Я старше. თან თქვენზე უფროსი ვარ. Я считаю, Вფიქრობ, რომ что, ну, во-первых, პირველ რიგში თხოვნა არასოდეს я тоже просил. მეც მithოვია დახმარება. საბჭოთა დროს ვცხოვრობდი და ზოგჯერ ბავშვებისთვის რძის საყიდლად 20 კაპიკიც კი არ მქონდა. ხდება ხოლმე. დიახ და მეზობლებთან მივდიოდი. ისინი ქარხანაში მუშაობდნენ და უფრო მეტი ფული ჰქონდათ. მე გამომძიებელი ვიყავი და ისინი 20 კაპიკს მასესხებდნენ ხოლმე. დიახ, ასე ხდება ხოლმე. დიახ, Это დახმარების თხოვნა არ არის სირცხვილი. не стыдно. სირცხვილია, როცა არ ეხმარები. Давать. დიახ, სწორია. იცით რა? დედა ასე მსჯელობს. ახლა დედა ამბობს, მაპატიეთ, მაგრამ ისეთი
Да, да. დიახ, ამბობს, თქვით. რომ ახლა ყველას უჭირს ცხოვრება. ყველას. ისეთი დრო დადგა, რომ უკვე მე თვითონ პენსიონერი ვარ. ჩემი პენსია 370 ლარია, 370. თქვენ გაქვთ მაცივარი. ეს საშინელებაა, დაუშვებელია. და ეს პრობლემები Проблемы უბრალოდ უხერხულად ვგრძნობ თავს. იცით რა? ის ამბობს, ვის უნდა ვთხოვო დახმარება, როცა ყველას თავისი პრობლემები აქვს. ყველას. დიახ. იცით, მაპატიეთ, მაგრამ ისეთი დეპრესია მაქვს. მე სულ ჩემთვის უკვე ყველაფერი სულ ერთია. чем вам помочь? чтобы როგორ у вас დაგეხმართ, რომ გაგაღიმოთ? რა შეა პრობლემა? თქვენ იცით, მინდოდა Facebook-ზე თქვენი დამატება. მე ქეთინო ბურჭულაძე ვარ. ლათინური ასოებით ასე მიწერია იქ. ლათინურად. თუ დამამატებთ, ძალიან კარგი იქნება მეგობრებში რომ მყავდეთ. მინდოდა თქვენი დამატება. Я хорошо, но კარგი, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ კეთდება. сейчас нас слушают. ახლა გვისმენენ. Вас, თქვენ нас ჩვენ ვსაუბრობთ. мы говорим ჩემს თანაშემწეებს ესმით ჩვენი საუბარი. помощники, а они ისინი вот დაგამატებენ. да. მეგობრებში დაგამატებენ. დიახ. იცით, ახლა ისეთი დროა, აღარ მაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ვიმუშაო. გესმით? იმიტომ რომ დედას უნდა მოვუარო. 100 წლის არის, უხერხულია მისი მარტო დატოვება. უკვე ვეღარც სამსახურში სიარულს შევძლებ. Смотрите, შეხედეთ, ჩვენ მუდმივად დაგეხმარებით. ყოველთვის გკითხავთ როგორ ხართ, რა ტექნიკა გაქვთ у სახლში. вас из техники все есть? ყველაფერი გაქვთ? ტელევიზორი? დიახ, 100 წლის ვარ, 2 თვე მაკლია. დიახ, 100 წლამდე 2 თვე აკლია ამბობს. 2 თვე. თუმცა უკვე უფრო ნაკლებიც დარჩა. 2 თვეზე ნაკლები. თქვენ ლამაზი ქალბატონი ხართ. ალბათ ახალგაზრდობაში ლამაზმანი იყავით. დიახ, ალბათ ვიყავი. ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. ყველაფერი, საერთოდ ცხოვრება საფეხურებია. საფეხურები. როცა ჩემს პროფილში შეხვალთ ნახავთ, ძალიან კარგი ცხოვრება მქონდა. მამა ჩემი მფრინავი იყო. დედა გენიალური ადამიანია, კეთილი სული აქვს. იცით, როგორი კეთილია? ასეთ კეთილ ადამიანს სხვას არავის ვიცნობ. უკვე 67 წლის ვარ, მაგრამ ასეთი სიკეთის, ამიტომაც ცოცხალია, ჩემი აზრით. სიკეთით, სიყვარულით ცხოვრობს. და რატომ მიაღწია მან ამასაკამდე? სიყვარული. ჩემი სიყვარული. და ადამიანებსაც ძალიან უყვართ იგი. ოჯახსაც. ეს სიყვარული იცით ბედნიერებას გაძლევს. თითქოს მადლსაც. Мир, დიახ, სამყაროს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს. ეს ნამდვილად ასეა. Бог. და ღმერთიც, მე მისი ამისთვის ვარ დაბადებული. Да, Бог დიახ, ღმერთი არის სიყვარული. იცოდეთ. любит он. მას უყვარხართ თქვენც და დედა თქვენიც. Вот. И, და რა თქმა უნდა, конечно, შემდეგაც то, что после საბჭოთა პერიოდში ჩემი აზრით в советское ცხოვრება უკეთესი იყო ვიდრე ახლა. чем ასე არ არის? или нет? ჩემთვის დიახ. ჩემთვისაც. ჩემთვის კარგი იყო. იმიტომ რომ მამა ჩემი პილოტი იყო და დიდი ხელფასი ჰქონდა. შემდეგ მეც თვითონ იცით მთელი ცხოვრება ლაბორატორიაში ვმუშაობდი. სხვადასხვა ანალიზს ვაკეთებდი. კარდიოგრამებზე ვმუშაობდი. ბოლოს კი უკვე ხანდაზმულობის ასაკში, რადგან ასე მომიწია, სასტუმროში ადმინისტრატორად ვმუშაობდი. არა, თქვენ დაახლოებით 50 წლის ქალბატონის შეხედულება გაქვთ. Есть თქვენ გაქვთ საჭმელი თუ არა? там есть что кушать или нет? იცით, დედა ჩემის პენსიით და ჩემი პენსიით ვცხოვრობთ. არ მიყვარს ვინმესთვის თხოვნა. ჩემი ოჯახის წევრებსაც კი არასოდეს ვეუბნები, რომ რაღაც მიჭირდება. არ მიყვარს წუწუნი. თუ უფლისნება იქნება, მაშინ Если Бог хочет, да. И всё. Не, ну Бог არა, ღმერთმა თქვენგან უნდა გაიგოს რაღაც სიტყვები. слова. Он თქვენ რომ ჩვენთვის არ მოგემართათ, ну, если бы ის ვერ დაგეხმარებოდათ. к нам не обратились, он бы вам не помог. დიახ, იცით, ჩვენ რომ მოგმართეთ, ისეთი რამ მოხდა, უცნაური შემთხვევა. როცა ეს გავაკეთეთ და დახმარება ვითხოვეთ, მაშინ ის მეც არ ვიცი რატომ. მაპატიეთ ასეთი გულწრფელობისთვის. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ერთი ადამიანისგან მოდიოდა. დიახ, ვიცი, რომ ეს თქვენი კომპანიაა, მაგრამ
ჩვენ ვფიქრობდით, რომ ერთი ადამიანი გვეხმარებოდა, გესმით? და როცა გავიგეთ, რომ ჩვენი თხოვნით ვინმეს ვაწუხებდით, თქვენ არავის აწუხებთ, შეხედეთ. მან თქვა, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. დიდი მადლობა, რომ დამეხმარეთ. მოიცადეთ. შეგიძლიათ ახლა უთხრათ ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენთვის ლოცულობდა. თუნდაც ფული არ გადმოერიცხა. მდიდარი ადამიანები არ არიან მიდრეკილნი, სხვებს დახმარება გაუწიონ. ვიცი, ისინი სამწუხაროდ ჩვენ გვყავს 300,000 ადამიანი, ვინც მუდმივად გვეხმარება, ლოცულობს, რაღაცას აკეთებს. ის, რასაც თქვენ აქცევთ, უბრალოდ ქართველები იმდენად ამაყი ადამიანები არიან, რომ ისინი, მაგრამ სიამაყე ცოდვაა. დიახ, ვიცი. ცოდვა. ჩვენ ხომ ყველანი ღმერთის მიერ ვართ შექმნილნი. მეც და თქვენც. დიახ, ყველა აბსოლუტურად. ჩვენ ერთნაირები ვართ. დიახ, სწორია. თუ მე ცუდად ვიქნები, მეც მოგმართავთ. არაფერია ამაში საშინელი. ღმერთმა ქნას თქვენ ყველაფერი კარგად გქონოდეთ. მაგრამ თუ ჩვენი დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით დაგეხმაროთ, რითაც შევძლებთ. მე დაგეხმარეთ. არაფერზე იფიქროთ. უბრალოდ მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. იცოდნენ, ქართველები ყველანი ნათესავები არიან. თქვენ ხომ სულ რაღაც 2 მილიონი ადამიანი ხართ. პატარაა საქართველო. ყველა ნათესავია, მართალია. დიახ, ადამიანები მიდიან. თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ წასვლას, საქართველოსგან აღარაფერი დარჩება. კარგი, ეს ძალიან იცით, ვფიქრობ, რომ დედასთან საუბარი ვერ გამომივა, უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ მესმის. იცით რა მოხდა? აქამდე ასეთ მდგომარეობაში არ იყო. მაგრამ ბოლო დროს მას ნერვის ანთება გაუმწვავდა. სამწვერა ნერვი აქვს. 15 წელია ნევრალგია აწუხებს. წელიწადში ერთხელ მას ძალიან ძლიერი ტკივილები ეწყება. ისეთ წამლებს სვამს, რომ ახლა ისეთი აღარ არის, როგორიც სინამდვილეშია. გესმით? დამღლელია. არ ვიცი, როგორ ავხსნა. მესმის, რადგან მეც ვსვამ წამლებს. აი ახლა. იცით, ის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია. უყვარს ადამიანები. ასეთი არავინ მინახავს. არაფერია. როცა თავს კარგად იგრძნობს, ახლა ჩვენ მეგობრები ვართ. მომწერეთ და მაშინვე დაგიკავშირდებით, რომ მას დაველაპარაკო. რჩევა მისცეს ადამიანებს, როგორი ცხოვრონ. შეგიძლიათ სთხოვოთ. ის ყოველთვის იძლევა რჩევებს. სულ ამბობს, რომ კარგი საქმეები არსებობს. ახლა თქვას. ეხლა თქვიო, ხალხს მოუწოდეო შენო, რომ რა შენ როგორიც ახარ რა, კაკაიატეია, სიყვარული მოუწოდე და სიკეთე მოუწოდე. ყველას სიკეთეს ვუსურვებ. ყველას სიკეთეს ვუსურვებ. ძალიან მიყვარს ადამიანები და პატივს ვცემ. რჩევა. რას ურჩევთ? როგორი ცხოვრონ? სიკეთეს და სიყვარულს მეტი რა პარა. ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ. ამას ყველას ვეუბნები. როგორ უნდა იყვნენ ბედნიერები? აი როგორ გახდნენ? სულ უფრო ბედნიერები იყვნენ. ყოველთვის. არა, ეს სურვილია. პირობები. მე ყველას ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს. სხვა რა გითხრათ? კარგი. სიყვარულით. და თქვენ რა რჩევებს გაძლევდათ დედა ქეთევან? მე თქვენ რას გირჩევდათ? იცით რა? მე სიყვარულის გარეშე არასოდეს მიცხოვრია. ყველა მიყვარს, აბსოლუტურად ყველა ამ სამყაროში. დედის რჩევა გამიზიარეთ. რა რჩევებს გაძლევდათ? იცით, ყოველთვის ამბობდა, თუ ვინმე გაწყენინებს, არასოდეს იფიქროთ ცუდზე. სისხლით არ განიბანება და ყოველთვის აკეთე კარგიო. ასე ამბობდა. იცით, ვინ ამბობს ამას? თავად უფალი. თუ გულში ბოროტებას ინახავ, დიახ, სხვის ცუდ საქციელზე საპასუხოდ, ღმერთი თავად გაარკვევს მასთან ამბავს. დიახ. მაგრამ თუ გულში ბოროტებას ინახავ, გინდა ვინმეს პასუხი გასცე და მას კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიაყენო, საკუთარ თავს ანადგურებ.
აი, იცით, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ახლა ვისაუბრეთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები ახლა თავს ვიქებ, მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიც დედა და მე ვართ, ეს იშვიათობაა. გესმით? ჩვენ ადამიანებისთვის ვცხოვრობთ, სიყვარულისთვის, დახმარებისთვის, როგორ ვთქვა, ცოტა გვაქვს, მაგრამ მაინც სხვებს ვეხმარებით. დიდება ღმერთს, დიდება ღმერთს. ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და ბედნიერება. ყველას ვეხმარებით. ხედავთ, რას ამბობს? იყო დრო. სიტყვითაც, მასალითაც და ფულითაც. ყველას ეხმარება, რითაც შეუძლია. ჩვენ ყველას სულს ვაძლევთ. დიახ, ხედავთ, როგორი ადამიანია? ძალიან ასეთი. ეს არის ყველაზე ძვირფასი. სულზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერია. დიახ, ასეა. ძალიან მომწონ ხართ. ძალიან სიმპათიური ხართ. ხო, სიმპათიურია. ძალიან სიმპათიური ხართ. კომპლიმენტს გეუბნებათ. გისურვებთ დიდხანს იცხოვროთ. სიხარულს და სიმდიდრეს. მადლობა. დიდი მადლობა. სულით მდიდარი, ხედავთ? დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ქართული ესმის. კარგად არ მესმის. აპარატი აქვს, მაგრამ არ იკეთებს. მოვუტანე. 4 დღის წინ მეც და მეწყო ერთ ყურში ცუდად სმენა. წარმოგიდგენიათ? გასაგებია და წნევა როგორი გქონდათ? მაქვს აპარატი, ვიზომავ ხოლმე. ზოგადად ვფიქრობ, რომ ჯანმრთელი ადამიანი ვარ, თუმცა შემიძლია გავიზომო ხოლმე მაინც, მაგრამ თქვენი თანდასწრებით ახლა არ გავიზომავ. მინდა გითხრათ, რომ გეხმარებით. სანამ ცოცხალი ვიქნები, საქართველოში ყველას, ვისაც უჭირს, დავეხმარები. ძალიან დიდი მადლობა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ჩემი ფულია, რადგან მე ადამიანებს სხვისთვის გულის გახსნაში ვეხმარები. თქვენ სწორედ ამიტომ მოხვდით აქ, რადგან ჩვენ ასეთები ვართ. აი, არ ვიტრაბახებ, ყველა მიცნობს, ყველა. სულ პატარა რაღაცაც კი, სცენარეც, პატარა ყვავილიც, ყველაფერი მიყვარს, გესმით? ჩემი შვილიც ასეთი იყო და ეს ასე ძალიან მტკენს გულს. მანადგურებს, იმიტომ რომ ერთნაირები ვიყავით. ის საერთოდ არ ვიცი, მისნაირი სხვა ადამიანი არ არსებობს. შემოდით ჩემს Facebook-ზე და ნახავთ, როგორი შვილი მყავს. მეც კი მიგვირს. კიდევ ჩამოვალ, როცა თქვენ თბილისში ცხოვრობთ, არა? დიახ. მალე ჩამოვალ საქართველოში და თქვენთან სტუმრად შემოვივლი. გეხვევით, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. თქვენც ასევე, დიდხანს იცოცხლეთ. დედა ჩემი ხომ 100 წლისაა? მე ვეუბნები 120 წლამდე იცხოვრე მეთქი. დიახ, რატომ არა? ის სტიმულს მაძლევს და მეც მაძლევს ძალას, რადგან უკვე ნერვები აღარ მივარგა. ასე ნუტირით, თორემ მეც ავტირდები. ყველა იმ ადამიანს, ვინც გამომეხმაურა, თქვენს ჩვენ დამითხოვნას, თქვენ მათ კი არ მიმართეთ, თქვენ ჩვენ მოგმართეთ, ჩვენ კი მათ. Вы не к ним обратились, вы к нам обратились, а мы к ним обратились. დიდი მადლობა. იცით თქვენ? არა, მოიცადეთ. ჩვენ გთხოვდით ხალხს თქვენთვის. თქვენ არავისთვის არაფერი გითხოვიათ. დიახ, და მე აიღეს ეს იცით ეკრანიდან, რადგან მან უთხრა ადამიანებს თვითონ უჭირთო. ამბობს, რა შეუძლიათ მათ ჩვენ მოგცენ? არ არის საჭირო. მეტი აღარ არის საჭირო. რაც არის, დიახ, ამისთვის მადლობა. მეტი თქვენ არაფერი მოგიციათ. მოიცადეთ. მეც მინდა რომ მამას ჰქონდეს ჩემთან კავშირი. დავივიწყოთ. ადამიანები თქვენი მადლიერი უნდა იყვნენ იმისთვის, რომ თქვენი ისტორია მოყევით. ძალიან კარგი ადამიანები არიან. იცით რამდენნი არიან? 100,000 ადამიანი, ასეთივე როგორიც თქვენ ხართ, ქართველები. ისინი ეხმაურებიან ჩვენს პოსტებს. და 100,000 ადამიანი გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ძვირფასებო, ყველას დიდი მადლობა. როცა ადამიანი ადამიანს სიკეთეს უკეთებს, სიყვარულით აკეთებს ამას. მე პატივს ვცემ სულით მდიდარ ადამიანს. პირველ რიგში ადამიანი სულით უნდა იყოს მდიდარი. უბრალოდ მე ასეთი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც დავტოვე ის, რაც მქონდა.
სიკეთეს სახეზე გაქვთ აღბეჭდილი. ამბობს, რომ სიკეთეს სახეზე გაქვთ აღბეჭდილი. ამას ამბობს დედა. თქვენ ძალიან კეთილი ხართ. ყველა თქვენი პრობლემა. მე ამას ვგრძნობ. დიდი მადლობა. ამბობს, რომ გრძნობს. ჩემო ძვირფასო. არ არის საჭირო. არა თორემ მეც ამატირებთ. დიახ, ჩვენ ცოტა ემოციურები ვართ. თქვენს ყველა პრობლემას ჩემი თანამშრომლების საშუალებით გავიგებ. ისინი გვისმენენ ახლა. ამიტომ მოყევით თუ არა მათზე, მაინც გაიძულებენ თქმას. იცით როგორი უხერხული მდგომარეობაა? დედაც მერე დიახ, კარგია, როცა საჩუქრებს იღებ. არაფერია, ვიღებდით. მაგრამ მერე ძალიან შემრცვა. მერე შემრცვა. დედა ამბობდა ადამიანებს ჩვენზე მეტად უჭირთო. აიღონ ეს ფილმი, თორემ უხერხულია. მომისმინეთ, გთხოვთ. ასე ნუ ამბობთ. გეხვევით, ყველას გადავცემ თქვენგან მოკითხვას. ჩვენს გადაცემას უყურეთ YouTube-ზე. გოცნით, ნახვამდის, დროებით.